ვისაუბრებთ აშვაგანდაზე. დიდი ამბები იყო მოკლედ ატეხილი, ვინც ადევნებთ თვალყურს აშვაგანდას შესახებ, რომ ევროპის ქვეყნებში აიკრძალა ზოგიერთში და თვითონ აშვაგანდა კიდე ძალიან პოპულარულია ზოგადად და თქვათ სიმართლე. რა ვიცით აშვაგანდაზე, არის თუ არა აკრძალული, საქართველოში არ არის აკრძალული, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არის აკრძალული, ამერიკაში არ არის აკრძალული. მაგრამ არის ნაცრისფერ ზონაში აშვაგანდა, ჯერ ვთქვათ რატომ არის ესეთი პოპულარული და მე ვთქვათ რატომ რა რისკები აქვს აშვაგანდას. პირველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეფექტი რაც აქვს არის 30%-ით ამცირებს კორტიზოლის დონეს და 3000 წელზე მეტი ადამიანები იყენებენ აშვაგანდას, მცენარეა სტრესის შესამცირებლად ადაპტოგენსაც ეძახიან, სტრესს ამცირებს მნიშვნელოვნად, ზრდის ძალას ფიზიკურს და ვარჯიშისას, მათ შორის სპორტსმენებში. ასევე ამშვიდებს ადამიანს შფოთვები ვისაც აქვს, ძილს აუმჯობესებს, ნაყოფიერებისთვისაც გამოიყენება უკეთესია, იგივე სასქესო სისტემისთვის, სპერმის ხარისხს აუმჯობესებს, ან ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს სინამდვილეში. მაგრამ აკრძალულია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად დანიაში. თუმცა აშვაგანდას ჯამში დიდი სახელი აქვს ძალიან. ორგანიზმს ეხმარება სტრესთან ბრძოლაში, აუმჯობესებს ძილს, ფოკუსს, ლიბიდოს, მეტაბოლიზმს და ზუსტად იმიტომ რომ სტრესთან ბრძოლაში ესე ძალიან ეფექტურია, ამიტომ ეძახიან ადაპტოგენს. შფოთვებს ამცირებს მნიშვნელოვნად, გაბა სისტემაზე მოქმედებს, რომელიც ამშვიდებს ადამიანს დაახლოებით 2-4 კვირაში, შემდეგ რაც მის გამოყენებას იწყებს. ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ვინც მოიხმარს აშვაგანდას, უკეთესად ეძინება. ზოგადად ენერგიას აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, დაახლოებით 10%-ით ადვილად წარმოიქმნება მიტოქონდრიაში ენერგია და აღდგენა ხდება უკეთესად. ამიტომ ვინც ვარჯიშობს, კაცებისთვის განსაკუთრებით ტესტოსტერონს აძლიერებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის ზრდის გამო და სპერმის ხარისხს და სპერმის მოძრაობის უნარს აუმჯობესებს, კოგნიტიურ ფუნქციებს აუმჯობესებს, ტვინიდან მიღებული ნეიროტროფიული ფაქტორის დონეს ზრდის, გლუტამატს ასტაბილურებს, რომელიც აუცილებელია აზროვნებისთვის და აუცილებელია მეხსიერებისთვის. მექანიზმი ახლა როგორც მოქმედებს, ყველაზე მთავარი არის, რომ კორტიზოლს ამცირებს მასში შემავალი მთავარი კომპონენტები. ეგ არის ყველაზე მთავარი. ასევე გაბასაც აძლიერებს, გაბა სისტემას, რომელსაც დამშვიდებელი ეფექტი აქვს და ფარისებრ ჯირკვალზეც მოქმედებს, T4-ის ტესამად გარდაქმნას აძლიერებს, ან ფარისებრი ჯირკვლის არააქტიური ფორმის აქტიურ ფორმაში გადაყვანას აძლიერებს. ეგ არის მისი თვისება. მოქმედების ერთ-ერთი ეფექტი უბრალოდ. და ასევე მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას აძლიერებს და ანთების მედიატორებს კიდე ამცირებს, ინტერლეიკინ 6, ტუმორ ნეკროზ ფაქტორ ალფას. ანუ ჯამში ძალიან დიდი მოქმედება აქვს რა. აი ხაც რომ ისმენთ ალბათ ხო წამლებზე რომ მოისმინოთ ძირითად პრეპარატებზე ერთი მოქმედების მექანიზმი, ორი და ამას აქვს უზარმაზარი. ეგ არის რომ ძალიან დიდი ეფექტები აქვს ორგანიზმზე მრავალმხრივი რა და ეს ორლესული מחვილივითაა, კარგიც არის და ცუდიც არის. ახლა შფოთვას მაგალითად 65% ამცირებს, ინსომნიას, ობზიდობას 15-45%. მაგალითად მამაკაცში უშვილობას ზოგჯერ დრამატულად და სპერმის ხარისხის გაუმჯობესებას შესაბამისად, ხო, და იგივე თუნდაც სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ვისაც აქვს, ეხმარება TSH-ის ნორმალიზებაში ზოგ შემთხვევაში. სტანდარტული დოზა არის 300-600 მგ, სტანდარტული 5%-იანი,
ვიზანოლოიდებს ეძახიან, მის მთავარი მოქმედი კომპონენტია, მოკლედ ეგ უნდა იყოს 5% და სტანდარტიზებული ფორმა ეგაა 360 მილიგრამი დღეში. ძირითადად მიიღება ხოლმე დილით და საღამოთი საბებთან ერთად. ანუ 2 დოზად იყოფა ხოლმე, ზოგჯერ 1 დოზად პირდაპირ. დაახლოებით 10 საათი აქვს ეფექტურობა თვითონ მიღებას. შესაბამისად 2 მიღება სულ საკმარისია ხოლმე. ეფექტი ბევრ შემთხვევაში იმავე დღეს აქვს, დამშვიდების ეფექტი, მაგრამ ზოგადად იმისთვის რომ სტაბილური ეფექტი გქონდეს, 2-4 კვირაა საჭირო. ხო, სხვა ბრენდები არსებობს, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად იყიდება, თუმცა სტანდარტიზებული ფორმის ფარგლებში უნდა იყოს, შეიძენთ, რა თქმა უნდა. ხო, რისკები აქვს, გარკვეული რისკები, მაგალითად შეიძლება ჰიპომანიაში გადაიყვანოს ადამიანის მდგომარეობა, რადგან დოფამინის რაოდენობა გადაარღვევს და ფარისებრი ჯირკვის ფუნქცია გააძლიეროს, შესაძლებელია. ზოგ შემთხვევაში პარადოქსული ეფექტი აქვს დამშვიდების ნაცვლად პირიქით იწვევს აქნებადობას, შესაძლებელია. ზოგჯერ როცა შეწყვიტ ტალმიღებას უძილობას იწვევს, ანუ უძილობისთვის იღებდი ქშველის და რო შეწყვიტავ, მერე ისე უძილობას იწვევს. rebound ეძახიან ეგეთ rebound insomnia-ს მაგ ეფექტს. ლევოთიროქსინის მოქმედება შეიძლება გააძლიეროს. ორსულობაში არ არის სასურველი, იმიტომ რომ საშვილოსნო შექმნის სტიმულაცია შეიძლება მოახდინოს და არ არის სასურველი, შეიძლება შეწყვეტა გამოიწვიოს. ხო, შესაბამისად ძალიან ბევრი ეფექტი აქვს რეალურად. იგივე წამლებთან წამალს შორის ურთიერთქმედება ციკლოქრომ P450 სისტემაზე მოქმედებს და მაგ სისტემით ბევრი წამალი მეტაბოლიზდება და ხელს უშლის მოკლედ მათ მეტაბოლიზმს და ეგ კიდე ცალკე პრობლემაა. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს და ღვიძლის იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია და შეიძლება სიყვითლეც გამოიწვიოს. ბევრ შემთხვევაში შექცევადია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა ზოგადად ძალიან იშვიათია ეგეთი შემთხვევები. ალკოჰოლთან და დამამშვიდებლებთან ერთად არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს. ხო, კოფეინთან შესაძლებელია გააძლიეროს კოფეინის მოქმედება. ასაკოვნებში არ არის რეკომენდირებული, ყოველ შემთხვევაში დაბალი დოზით არის რეკომენდირებული. 18 წლამდე ასაკში არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ზოგადად საკვებ დაავადებები არ არის ხოლმე 18 წლამდე მიღებული. დაახლოებით 8-12 კვირის განმავლობაში ინიშნება ხოლმე. 8-12 კვირის მერე უკვე პლატო ეფექტი აქვს, რეალურად ეფექტს კარგავს, ან მცირდება ეფექტი. შესაბამისად დიდი არაფერი. შეიძლება გამოიწვიოს ღამის ოფლიანობა, წნევის დაბლა დაცემა, იშვიათ შემთხვევაში ალერგია. ზოგადად მაინც მიიჩნევა უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში არის აკრძალული, ეხლა როგორ? მაგალითად დანიაში აკრძალულია. მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში, თქვათ გერმანიაში არის რომ აკრძალულია როგორც საკვები დაავადი, მაგრამ როგორც მცენარეული მედიკამენტი შესაძლებელია მისი მიღება. ამიტომ თლად აკრძალული არ არის. უბრალოდ პრობლემა რა არის ახლა მან, რომ უსაფრთხო დოზის დადგენაა ძნელი და იმდენი ეფექტი აქვს ფარისებრ ჯირკვალზე, იგივე ტესტოსტერონზე, წამალს შორის ურთიერთქმედება, ღვიძლის მიერ ტოქსიურობა იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც რომ ანუ ძალიან რთული დანამატია, ანუ არ არის მარტივი დანამატი, რომელზეც ვიტყვით, რომ აი ამას აკეთებს და უსაფრთხოა და ეს ხო და იმდენად რთულია, რომ ძალიან ძნელია, რომ უნივერსალურად დაშვებული იყოს, ეგ ძალიან ძნელია. ეგ არის ძირითადი მიზეზი, რატომაც აკრძალულია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. არა იმიტომ, რომ რაღაცა კატასტროფები გამოიწვია, არამედ იმიტომ, რომ
კონსენსუსი ძნელია მის უსაფრთხო დოზაზე ძნელია იმაზე რომ შევთანხმდეთ რომ აი ამ შემთხვევაში უსაფრთხო ამ დოზებში არის უსაფრთხო ხო ამერიკაში მაგალითად ნებადართულია მაგრამ აი ისიც უნდა ვთქვათ რომ ამერიკაში გრასს ეძახიან generally recognized as a safe ანუ ზოგადად მიჩნეულია როგორც უსაფრთხო ანუ ესე არ არის ანუ მიუხედავად იმისა რომ დაშვებულია მიჩნეული როგორც უსაფრთხოდ არ არის მაგალითად მწვანე ჩაი კოფეინი და ასე შემდეგ არის გრასი ანუ მიჩნეულია როგორც უსაფრთხო და აშვაგანდა არ არის მიჩნეული როგორც უსაფრთხო რა უნდა გავითვალისწინოთ რომ გასათვალისწინებელია რომ თუ ფარისებრის ჰორმონებს იღებ მაგდროს სიფრთხილეა საჭირო თუ კი დიაბეტი გაქვს სიფრთხილეა საჭირო შეიძლება გლუკოზის დაბალი დონე გამოიწვევს წნევის წამლებს თუ იღებ სიფრთხილეა საჭირო ძილის წამლებს თუ იღებ სიფრთხილეა ალკოჰოლის დროს შეიძლება სედაცია გამოიწვევს ძლიერი ანტიდეპრესანტების დროს შეიძლება ძირითადად მაგრამ შეიძლება შფოთვა გამოიწვევს პირიქით ანუ ძლიერი აქტივაცია შფოთვა გააძლიეროს ან პარადოქსული ეფექტი თუ მაგალითად გულის მხრივ იგრძნობს ადამიანს ამას მაგალითად პალპიტაციებს ან საკუთარი გულის ცემის შეგრძნება სიყვითლე ქავილი ან მანია ან ტრემორი აი ესეთ სიმპტომები თუ ექნება შეწყვეტს რა თქმა უნდა მიიღება აუცილებლად რამე ისეთი რომ შეიძლება სიმსივნის სტიმულაცია მოახდინოს აშვაგანდამ ეგეთი ხელშესახები კვლევები არა გვაქვს ჰორმონების დესტაბილიზაცია შეიძლება ფარისებრის ჰორმონების ეგ არის უფრო მთავარი პრობლემა ვიდრე რაღაც პირდაპირ სიმსივნეზე იმოქმედოს თუმცა ხო იღებენ ხოლმე ადამიანები 300 მილიგრამი როგორც წესი უსაფრთხოდ მიიჩნევა რამე დღის განმავლობაში რამე ისეთი არ არის ხო რაც შეეხება მაგალითად სხვა ქვეყნებს როგორც არის საფრანგეთში აქვს მნიშვნელოვანი გაფრთხილება პოლონეთშიც რაღაც ლიმიტები აქვს შვედეთში ფინეთში გერმანიაში როგორც მცენარეული წამალი ისე იყიდება არც როგორც დანამატად და ზუსტად მიზეზი ამ ყველა ქვეყანაში არის ხოლმე ეგ რომ მაგალითად არვის ენდოკრინული პრობლემები შეიძლება გამოიწვევს ორსულობის დროს ბევრი გაურკვევლობებია ღრიძლის ხრივ პრობლემები შეიძლება გამოიწვევს მოკლედ და არ ვიცით გრძელვადიანად რამდენი უსაფრთხოა აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით არის რომ აშვაგანდა პრობლემური საკვები დანამატია ამიტომ მე აი ჩემ ვერდიქტს რას ვიტყოდი მოკლედ და რას ვიტყოდი ასევე რომ რა დროს არის კარგი მაგალითად თუ ადამიანს აქვს შფოთვა ძილის პრობლემები და ზოგადად სტრესი 300 მილიგრამი საკვებთან ერთად დაახლოებით 8 კვირის განმავლობაში როგორც წესი მიიჩნევა უსაფრთხოდ და ეფექტურად როგორც წესი ასევე ვინც ვარჯიშობს მაგათვისაც იმისთვის რომ ზოგჯერ ათლეტებისთვის და ესე ვინც ვარჯიშობს მოსამზადებელ პერიოდში დაახლოებით 8 კვირის განმავლობაში აუმჯობესებს რეალურად ფიზიკურ მდგომარეობას და მაგ მხრივაც აია ასევე სპერმის ხარისხის გაუმჯობესება ვისაც უნდა მათთვისაც ხო საკმაოდ კაი შედეგები აქვს აი ეს სტრესის შემცირებისთვის, შფოთვის შემცირებისთვის, ძილის გაუმჯობესებისთვის და სპერმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მართლა კარგი ეფექტებია მოკლედ. ამას ვერ დავუკარგავთ. მეორეს მხრივ მე მესმის ის ღელვა ანუ ზოგადად როცა თქვა საკუთამატოს თან მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, უნივერსალური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ვინაიდან ვერ ხერხდება ერთია და მეორე გაურკვევლობა uncertainty, ანუ გაურკვევლობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ იმდენი მოქმედების მექანიზმები აქვს, იმდენ რამეს არის მოდებული ეს აშვაგანდა, რომ ძალიან ძნელია უსაფრთხო და უნივერსალური დოზის განსაზღვრა, რომ თქვა, რომ აი ეს უსაფრთხო უმეტესი ადამიანისთვის ეს ძნელია ამის თქმა, ამიტომ არის ეს შეზღუდვები.
ამიტომ მე ვიტყოდი რომ თუ რამე კონკრეტულისთვის არ გინდა ისეთი რამისთვის რაც იცი რას აკეთებ ასეთ შემთხვევაში აშვაგანდას მოვერიდებოდი ხო ნუ არის მაგალითად ის იშვიათი შემთხვევები როცა თქვათ სპერმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და აი ესეთი მდგომარეობებისთვის შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა რომელმაც იცის რომ ფარშები ჯირკვალში ყველაფერი მოწესრიგებულად აქვს რომელმაც იცის რომ დიაბეტი არ აქვს რომელმაც არაფერი ამისთი ენდოკრინული პრობლემა არ აქვს უნდა სპერმის ხარისხის გაუმჯობესება შეიძლება პრინციპში ეგრეთ გამოყენება ასევე აი შფოთვა მაგალითად სტრესი ვისაც აქვს და ზოგადად ჯანმრთელია და მანდაც შეიძლება მე ვამბობ პრინციპში მე არ ვამბობ რომ უნივერსალურად ეს უსაფრთხოა ვინმეს რამეს მოუწოდებ მაგრამ ნუ ჩემი ხედვა ესეთია თუმცა ხო აი ამ ნაწილს რაც თქვათ რატომაც პრობლემურია აშვაგანდა მე დავეთანხმებოდი კი ნამდვილად იმიტომ რომ რაღაცები მართლა აქვს ისეთი რასაც ეხა ეს რომ ფარისებრ ჯირკვალზე მოქმედებს და შეიძლება დესტაბილიზება გამოიწვევს TSH-ის ეს პრობლემური საკითხია მაგალითად იგივე ლევოთიროქსინს ვინც იღებს იმ ადამიანებისთვის იგივე ციტოქრომ P450 სისტემით რომ გადამუშავდება და შეიძლება სხვა წამლებთან ინტერაქცია ქონდეს ეგეც ცოტა პრობლემურია ანუ ჯამში ვიტყოდი რომ ცოტა საფრთხილო ის არის საკუთი დანამატია თუ არ იცი რას აკეთებ მით უმეტეს თუ სხვა წამლებსაც იღებ და თუ ზოგადად პრობლემური ჯანმრთელობა გაქვს მით უმეტეს ამიტომ ხო აი ზუსტად ესე რა რომ ნაცრისფერ ზონაში გავატარებდი არა წითელში და არა მწვანეში მაგრამ ნაცრისფერში ძალიან ყურადღებით და მარტო საჭირო შემთხვევებში აი ეს არის რადგანაც ვიტყოდი მე აშვაგანდაზე ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა რომ მიყურებთ და გაინტერესებთ